ცნობილი სიტყვები რა მოგიკითხავთ მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობის. ეს საოცარი სიტყვები, ამაზე ხშირად გაგვიკეთებია ჩვენ აქცენტი და ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ, ესე იგი, რადგან ჩვენ ახალი აღთქმის შვილები, აბრაამის სულიერი შვილები ვარ და აბრაამის სულიერი შთამომავლობა ვართ, ამიტომ ეს სია არ თავდება იაკობით, არამედ ის გრძელდება თითოეული ჩვენგანის ჩათვლით. გესმით? აი ეს ძალიან და პირადი პასუხისგებლობა. ღმერთი ჩემთვის მოკვდა, ღმერთი ჩემთვის ჯვარს ეცვა, მას ჩემს გამო ტკიოდა. აი ეს ამის გაცნობიერება, ამის არ დავიწყება არასოდეს. არა არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცხოველთა, ანუ ცოცხალთა. ანუ მე მწამს ღმერთი ეს ნიშნავს, რომ მე ვარ ცოცხალი. ღმერთი არ შეიძლება იყოს მკვდრის და თუ ცოცხალი ვარ, არა ფიზიოლოგიურად თავისთავად ცხადია, ხო? ფიზიოლოგიურად ცხოველი ცოცხალია. ესე იგი მე თუ ღვთის წინაშე ცოცხალი ვარ, შეუძლებელია რომ მე მას არ ვხედავდე და რადგან ვერ ვხედავ, ესე იგი ჯერ ცოცხალი არა ვარ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ეს უნდა გქონდეს ეს დაუოკებელი ჟინის სწრაფისა, ღვთისძიებისა, დროს სანამ ცოცხლები ვართ, ხორცში ვართ, მოვასწოროთ, მოვახდინოთ რეალიზება იმისა, რომ ღმერთი გავიცნოთ და ის ოდნავი შეხება და ინტუიცია გადაიზარდოს ნამდვილ ღმერთთან კომუნიკაციაში და ნამდვილ ღმერთთან ურთიერთობაში და ნამდვილ ზიარება ეს კომუნიკაციას ნიშნავს, ხო, ეს ზიარება ნამდვილ ზიარებაში და ეს ზიარება ჩვენთვის რიტუალად არ დარჩეს, ღმერთმა დაგვიფაროს.